მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,513,818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3,130,348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47,000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი 5-ის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60,754 ამომრჩეველმა მიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3,061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2,284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემებით CESCO-ს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 6,784 ჯერ. სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9,524 ჯერ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია CESCO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ზესტაფონელი ამომრჩეველი, რომლის ოდენობაც 52,701 შეადგენს, ხმას 45 უბანზე მისცემს. ჩვენი ორგანიზაცია სააქციო საზოგადოება საამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი ჩამოყალიბებული არის ეს ადრე არსებულ საამშენებლო სამონტაჟო ორგანიზაციის ბაზაზე. ეს ორგანიზაცია 1962 წლიდან არსებობს. და რაც შეეხება ჩემს აქ მუშაობას, მე რომ მოვედი 1968 წელში, მაშინ იყო ეს სადღაც 140 კაცამდე და ითვლებოდა როგორც სამეურნეო საამშენებლო ანგარიშსამყოფი უბანი. ეკუთვნოდა რუსთავის სამმართველოს. შემდეგ აქედან 1971 წელში ეს ორგანიზაცია დაექვემდებარა საბჭოთა კავშირის შავი მეტალურგიის სამინისტროს. მეტალურგიის სამინისტრომ 71 წლიდან მე დამნიშნა ხელმძღვანელად და ორგანიზაციას, ესე იგი, შემოუერთა ჭიათურის განყოფილება და იწყო ძალიან სწრაფი განვითარება. ამ სწრაფი განვითარების შედეგად გაიზარდა მოცულობების დატვირთვები, გეგმა გაუორკეცდა პირველივე წელიწადში და გადაკეთდა უბნიდან გადაკეთდა უკვე სამმართველოდ. ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ იტევდა უკვე სამმართველოს სტატუსი და შეიქმნა საამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი. ისევ მეტალურგიის სამინისტროს გადაწყვეტილებით. და დღემდე, ესე იგი, ფაქტიურად 1971 წლიდან ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში უამრავი ობიექტები აშენდა. მანამდე ამ ორგანიზაციას გასვლითი სამუშაოები არ ჰქონდა. ჩვენ შემდეგ დაგვექვემდებარა მოსკოვის გარეუბანში პადოლსკის ცეცხლგამძლე ნაწარმის ქარხანა. ქალაქ შერბინკაში ვაშენებდით მის ქარხნის ფილიალებს. ბალტიისპირეთში ლიეპაია არის, რიგის შემდეგ მეორე ქალაქია ლატვიაში. რიგაში იყო ქარხანა სარკანაის მეტალურგს, რომლის სრული რეკონსტრუქცია ჩვენ გავაკეთეთ
ასევე მუშაობდით ვოლგოგრადში, მუშაობდით კიროვის ოლქში. კიროვიდან 600 კილომეტრში იყო ქარხანა, სადაც სამხედრო ქარხნებს ვაშენებდით იქ. სომხეთში, როდესაც მიწისძვრა მოხდა, ჩვენი ორგანიზაცია იყო იქ პირველად მთავარი შემსრულებელი და აღმდგენი იმ ორგანიზაციებისა ჩვენი შტაბიდან და შტაბის უფროსად მე ვიყავი სამინისტროსაგან დანიშნული სომხეთში. ამის შემდეგ, როდესაც გაიარა ამ ყველაფერმა და დაიწყო არეულობა მაპატიეთ შეიძლება ესეთი არ არის სიტყვა, მაგრამ ასე მოხდა, რომ აქ შეჩერდა ორგანიზაციები, შეჩერდა მშენებლობები, ჩვენ გავედით თურქმენეთში. თურქმენეთში ვაშენებდით ქარხნებს და ვაშენებდით აეროპორტს. ამის შემდეგ, ესე იგი, ჩვენ აქ დაიწყო ტენდერების გამოცხადება საქართველოში, ცოტა უკვე მოზილიერდა საქართველოს ფინანსირებები რაღაც გაჩნდა და მუშაობ დღემდე სულ სახელმწიფო ტენდერებზე. ამ სახელმწიფო ტენდერებით ჩვენ შემოვლილი გვაქვს მთელი საქართველო. ჩვენს ორგანიზაციას ამავე დროს გააჩნია საამქროები, ადგილზე საწარმოო ბაზა, სადაც მზადდება ლითონ კონსტრუქცია, ხის კონსტრუქციები, რკინაბეტონის კონსტრუქციები და ასე შემდეგ. და მზად ვარ ჩვენ მივიღოთ შეკვეთა ნებისმიერი სირთულის ლითონ კონსტრუქციაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს წარმოება იქნება, კერძო პირები იქნებიან თუ ვინაც ნებისმიერი სახის, ნებისმიერი სირთულის ლითონ კონსტრუქციებზე შეგვიძლია მივიღოთ შეკვეთა და დაუმზადოთ ეს საჭიროების მიხედვით. მშენებელი ყოველთვის უნდა გრძნობდეს იმ პასუხისმგებლობას და უფრთხილდებოდეს, ესე იგი მშენებლის ავტორიტეტს და თავის ავტორიტეტს, თავის წარმოების ავტორიტეტს. რაც შეიძლება უნდა აშენებდეს ხარისხიანად. თავარი ხარისხი არის, ესე იგი, იმიტომ რომ შემშენებლობაში დაშვებულ შეცდომებს შეიძლება მოხდეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ზიანი, ტრაგედია. ამიტომ ესე იგი არ ეპატიება არც ერთ ესე იგი მშენებელს, თუ ის მთელი ყურადღებით უნდა იყოს ის ჩაძიებული და ჩამწვდარი ამა თუ იმ კონსტრუქციულ ელემენტებში. ეს ჩვენ ჩემგან კი არ მომდინარეობს, ეს ასეთი მოთხოვნა არის საერთოდ და შესაბამისად ჩვენი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი ყველასა გაცნობიერებული ეს და მთელი გულისხმური და მთელი მონდომებით ისინიც არ აკლებენ არაფერს და რაც შეიძლება რომ ხარისხიანად აკეთეს ობიექტები. ჩვენ იმდენი მშენებლობები გვაქვს ჩატარებული იმაზე რომ აიდამაის განსაკუთრებულ გაკვირვებას არ იწვევს ეს, მაგრამ როდესაც ითქვა რომ უნდა აშენებულიყო ეს ობიექტი ქალაქ ზესტაფონში და ცენტრში იქნებოდა და დაამშვენებდა ქალაქს, ჩვენ მაშინ შევთანხმდით ესე იგი ტენდერი ჩატარდა ამაზე. პირველ ტენდერში არავინ არ შევიდა და ჩვენც თავი შევიკავეთ. მაგრამ შემდეგ ესე იგი ჩვენ დაგვარწმუნა ქალაქის მერიამ, რომ თუ არ შევიდოდა ვინმე ამას ფული იკარგებოდა. ფინანსირება აღარ გაგრძელდებოდა იქიდან. და ჩვენ დავეთანხმეთ მაგი და აპრილში დავიწყეთ ამისი მშენებლობა. ფაქტიურად 3 თვის განმავლობაში ვაშენებდით ასეთ ობიექტს იქიდან. ძალიან რთული ობიექტი იყო კონსტრუქციულად. ეხლა რო შეხედავ, ვითომ არ ჩანს ის სირთულეები, მაგრამ ის სირთულეები დაფარული არის, აი სხვადასხვა დონეებით არის გამოწვეული მაგის სირთულეები. მაგრამ ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რომ ერთ-ერთი ლამაზი ობიექტი გაშენდა ზესტაფონში, სადაც ახალგაზრდობა, გაერთობა, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება და ობიექტი თავისთავად ამშვენებს ჩვენ პატარა ქალაქს. იუსტიციის სახლი ზესტაფონში ძალიან რთული ობიექტი იყო. რთული ობიექტი იყო, ბევრი ხარვეზები იყო დაშვებული მის პროექტირებაში, არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილებთან შეთანხმებაში იყო ბევრი ხარვეზები და საჭირო გახდა ამ ხარვეზების აღმოფხვრა, სრულილებების შეტანა და ამ თავისთავად გაგვიგრძელა ჩვენ ეს გაგვირთულა ობიექტის მშენებლობის ვადა. მაგრამ მაინც ვადაში ჩავეტიეთ ჩვენ როგორც უნდა ხელშეკრულება გაფორმებული იუსტიციის სახლთან იმ ვადაში ჩავეტიეთ და ჩავაბარეთ იუსტიციის და კმაყოფილი ვართ იმით. არის რა თქმა უნდა ბევრი ნიუანსები, რომელზედაც არ გამოყვა საპროექტო ორგანიზაცია და დამკვეთი,
განსაკუთრებით შიგნით მოწყობილობების გათბობა, გაგრილების, აგრეგატების დაყენება და მონტაჟებაზე, რომელიც ისეთ სივრცეშია განთავსებული, რომ რთულია მათი ექსპლუატაცია. მაგრამ ვერ დავარწმუნეთ და ვერ შევაჯერეთ ისინი, მაგრამ საერთო ჯამში უკვე მესამე წელია სრულდება მის რაც დავამთავრეთ და ჩავაბარეთ და რაიმე ხარვეზი არ გამოჩენილა არაფერი და შეუფერხებლად მუშაობს სრულად ყველა სისტემა. გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და ასე შემდეგ ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. მშენებელმა ჯერ საერთოდ თავისი პროფესიონალიზმი უნდა გამოხატოს ნებისმიერ ობიექტზე და განსაკუთრებით სკოლებზე. სკოლები ძალიან ფაქიზი ობიექტი იყო და ძალიან მონდომებით და ჩვენი გამოცდილებებით შევეცადეთ, რომ არ ყველაფერი ისე გაგვეკეთებია, როგორც საჭირო იყო და როგორც ესე იგი ის მოსწავლე ახალგაზრდობა, რომლებიც იმ სკოლებში იქნებიან, რომ მათ სიამოვნება მიეღოთ ამ ახლად რეაბილიტირებული ობიექტებიდან და განწყობა ქონებოდეს კარგი სწავლითა და უსურვებთ, რომ ისე წარემართოს მათ ამ ჩვენ გაკეთებულ სკოლებში სწავლა-განათლება ისე გაგრძელებული იყოს და ისე გამრავლებული იყოს მოსწავლეები, რომ დამატებითი კორპუსები იყოს კიდე მოთხოვნილი და ჩვენ ვზად ვართ ავაშენოთ ყველა სკოლებზე თან დამატებითი კორპუსები. ძალიან კარგი პროექტი იყო, დამპროექტებელი ორგანიზაციაც კარგი ყავდა მაგას. სვიანაძე იყო, ნუგზარ სვიანაძე პროექტის ავტორი და მან ნამდვილად ესე იგი გაიზიარა ჩვენი შენიშვნები, ჩვენი მითითებები და ეს ობიექტი უნდა ისიც ადრე უნდა ჩაბარებულიყო ძალიან მოკლე ვადაში და იმ მოკლე ვადაში ჩვენ შევძელით ესე იგი ურთიერთშეთანხმებითა და ურთიერთობლივი გადაწყვეტილებებით შევძელით იმ ობიექტის ჩაბარება და უყურებთ ახლა იმ დონეზე მივიდა, რომ რესპუბლიკური შეჯიბრებები ტარდება ამ სკოლაში და ჯერჯერობით შიგნით არაფერი რომ არ დაჭირვებია მას. გამართულად არის ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა, ფასადს უკვე 13 წელიწადი გავიდა და ფასადს ჭირდება შეკეთებითი სამუშაოები. შეკეთებითი პროფილაქტიკური სამუშაოები ჭირდება ფასადს, რომელსაც ალბათ გაითვალისწინებს ახლად არჩეული მერი, თვითონ შემადგენლობა და ისიც მოგვარდება იმედი გვაქვს. რაც შეეხება ამ ბანერებს საკერუარი პატრიოტიზმზე, ეს გავხდით იძულებული ჩვენ ამ პირველი ბანერის შინაარსიდან გამომდინარე, რომ გაედინება საქართველოდან ახალგაზრდობა და ძალიან ცოტა იმედია მათი დაბრუნებისას. სარიელდება სოფლები და ქალაქები აქეთ. და მოუწოდებთ ჩვენ და ჩვენი გულის ტკივილი დავაკმაყოფილეთ ამით, რომ ეს ბანერები პატრიოტულ თემაზე დავწერეთ და გამოვფინეთ აქ ამ ადგილზე. აიქ რომ გვიწერია დედავ ძვირფასო, ევედრე უფალს, მოგმადლოს ძალა, შვილების ადამიანურად აღზრისა. ადამიანებად ყველა იზრდება, მაგრამ ადამიანურად აღზრისა. სამშობლოსადმი პატრიოტული სულისკვეთებით. აი ეს თემა გვინდა რომ აიკითხოს ახლა ვინ როგორ გაიგებს. აგერ ახლა აღზრდაზე აი ბანერები რომ არის აგერ შეწოლებული. ეს ხო თავარი აღზრდა არის და გვინდა ჩვენი თხოვნა გამოვხატეთ ამეთი და ჩვენი სურვილი და გავაჩინეთ ეს ბანერები აქ. შეიძლება ითქვას რომ ყოველ მეორე-მესამე დღეს მაინც მოდიან აქ ტურისტები. ეს სადღაც აქვთ ალბათ ესე იგი არ ვიცით დაუზუსტებელია ჩვენთვის თბილისში ერთ-ერთ ცენტრში, სადაც ისინი ამას ხედავენ, ჩართავენ ნავიგატორზე, მოდიან აქ ჩვენთან ესე იგებენ. რა თქმა უნდა, გამოთქვამენ ისინი და სურვილს რომ გადაიღონ ეს და ფოტოსურათებზე გადააქვთ ეს მოზაიკაც, სტალინის მემორიალი, ძალიან უკვირდებიან და ნებისმიერ ეს ამერიკიდანაც უხდებათ მოსვლა, საფრანგები, იტალიელები, რუსები და ასე შემდეგ. ესე იგი ყველა ქვეყნისგან ტურისტებს აქვს ჩვენთან ესე იგი ვიზიტები. ჩემი სათქმელი ის არის, რომ ჩვენი საქართველო დაწყნარდეს, მოწესრიგდეს,
ხელმძღვანელობით დაკომპლექტდეს ის როგორც საჭიროა და ქართველი ხალხი რომ იყოს ბედნიერი და იყოს პატრიოტი თავისი სამშობლოსადმი.